მოგესალმებით, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი და დღევანდელ ვიდეოში უკვე დავიწყებთ პროგრამირების შესწავლას, იგივე web development-ის და რა დაგვჭირდება ამისთვის, როგორ გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება iOS აპლიკაცია. ეს კოდი უნდა დავწეროთ სივრცე. Visual Studio Code, მოკლედ VS Code. შევიდეთ ბრაუზერში, მე მაგალითად Edge-ში შევდივარ და ჩავწეროთ VS Code download. აი ასე. Download VS Code. და ჩვენ შეგვიძლია გადმოვწევოთ Windows-ისთვის, Linux-ისთვის ან macOS-ისთვის. მე მაგალითად Windows-ისთვის მაქვს გადმოწერილი. მე ახლა უკვე გადმოწერილი მაქვს, ასე რომ აღარ გადმოვიწერ. როგორ გავუშვათ ახლა ეს VS Code? პირველ რიგში უნდა შევქმნათ რაღაცა ფაილი, ფოლდერი. მოდი განახლებთ უცებ როგორ შევქმნათ მარტივად თუ ვინმე მოიცით. აი ასე, უბრალოდ new და folder. აი ეს შეიქმნა ახალი ფოლდერი. ეს რომ გავუშვათ VS Code-ში, უბრალოდ უნდა წამოვიღოთ და ჩავაგდოთ VS Code-ის აპლიკაციაში. თუ Windows 10 გაქვთ, იგივენაირადაა, არაფერი არ იცვლება. ძალიან მარტივია ყველაფერი. როგორც ხედავთ, გაიხსნა. და აი ასე ჩვენ შეგვიძლია აქ შევქმნათ კიდე ერთი ფოლდერი, მოდი შევქმნათ ფოლდერი და ფაილი. აი ესე. ფოლდერი შევქმნათ და დავარქვათ მაგალითად დავარქვათ lesson 1. ხოლო ამ ფოლდერში შევქმნათ უკვე ფაილი. მაგალითად დავარქვათ code 1. აი ასე უკვე შეიქმნა ის ველი, სადაც უნდა დავიწყოთ კოდის წერა. მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ web development-ი, ასეა. Web development-ისთვის საჭირო არის 3 ძირითადი ენა, პროგრამირების ენა. მთლად ბოლომდე ენაც არ არის. ეს არის HTML, CSS და JavaScript. რომ შევქმნათ სრულყოფილი ვებსაიტი. მოდი ვნახოთ Google-ში ეგზემპლები. HTML, CSS, JavaScript. გადავიდეთ სურათებში. აი, ყველაზე კარგი მაგალითი. მოკლედ, რა არის HTML? HTML არის skeleton, ანუ ჩონჩხი, რაღაცა აგებულება საიტის. CSS ეს უკვე არის დიზაინი, ანუ იგივე კანი, skin, გაწერია. ფერები, აი მაგალითად როგორც აი მწვანე მაიკა, იასამნისფერი შარვალი და ასე შემდეგ. ხოლო JavaScript ეს უკვე არის ფუნქციონალი. ფუნქციონალში ეს გულისხმობ. მაგალითად, ჩვენ ადამიანს შეგვიძლია რომ ხელი ავწიოთ. ამას აკეთებს ჩვენი ტვინი. და JavaScript-ი ზუსტად მასია, ფუნქციონალი. მაგალითად, scroll-ის დროს რაღაცა ანიმაცია დავადოთ ან ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენ თავიდან უნდა დავიწყებთ HTML-ის შესწავლას, როგორ ავაგოთ აი ეს ჩონჩხი. შემდეგ გადავალთ CSS-ში და ვისწავლოთ უკვე მერე JavaScript-ს. გავხსნათ ჩვენი Visual Studio Code-ის ფაილი, ფოლდერი და ჩვენ რომ უკვე შევქმნათ HTML-ის რაღაცა ნაწილი, აუცილებლად უნდა დავარქვათ რაიმე სახელი. წესით ჩვენ ვარქმევთ ხოლმე index.
მაგრამ ამას უნდა რომ მივუთითოთ რა ენას ავწერთ. ჩვენ უნდა დავწეროთ ახლა HTML-ის კოდი. ასე რომ მივაწერთ წერტილი HTML. აი ესე. შემდეგ მოდი ეს გავუშვათ. როგორ უნდა გავუშვათ ახლა ეს საიტზე. გადავდივართ ჩვენს ფაილებში, სადაც გვაქვს ჩვენ ეს ფოლდერი შენახული. მე დესკტოპზე new folder-ში და lesson 1-ში. აი ეს. აი აქ მაქვს ეს ჩემი ფაილი. ორიჯინალ დაკლიკებით ჩვენ უბრალოდ გავხსნით ბრაუზერში ამას. როგორც ხედავთ, ჯერ არაფერი არ არის, იმიტომ რომ კოდიც არ დამიწერია. მოდი ამას აი ესე გვერდულად გავხსნი. აი ესე. და მოდით ნახოთ ახლა ის გაკეთება შეგვიძლია. აქ რაც არ უნდა დავწეროთ, მაგალითად დავწეროთ Techcraft და დავარეფრეშოთ ჩვენი ეს საიტი, როგორც ხედავთ, გამოიტანა ჩვენს ვებსაიტზე. აი ცოტა მივაზრმებ. აი ეს. მაგრამ ესე უბრალოდ გამოტანით ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ. რადგან ჩვენ გვინდა მაგალითად გავზარდოთ ზომაში, დავაპატარავოთ. და როგორ გავაკეთოთ ეს? აი მაგალითად დავწეროთ. ისევ დავაბრუნოთ ეს ჩვენ Techcraft-ი, დავარეფრეშოთ და აი აქ არის. ჩვენ ამას უკვე CSS-ით ვერ გავსტილავთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ეს ტეგში. რას ნიშნავს ხა ტეგი? ტეგი არის რაღაცა ფუნქციონალური დანიშნულების რაღაცა სივრცე. აი მაგალითად პარაგრაფ ტეგი. როგორ გითხრათ აი. აი ეს არის პარაგრაფ ტეგი. P. ახლა აქ რომ ჩავწეროთ ეს ჩვენი Techcraft-ი. ერთი წუთით დავაკოპიროთ. ეგ რო ჩავწეროთ და დავარეფერიშოთ. მაინც გამოგვიტანს. პარაგრაფი, ანუ ბეჭდავს ეს ჩვენს იმას, რა ქვია. ტექსტს. ჩვენს ვებსაიტზე. ეს არის პარაგრაფ ტეგი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ H1 ტეგები. H1, H2 და H3 ტეგები. არსებობს აი ესეთი ტეგები H1, H2, H3, H4, H5, H6. აი ეს 6 ტეგი გვაქვს, head ტეგები, რომელიც აკონტროლებს აი ამ ტექსტის ზომას. ჩვენ ეს რომ ჩავწეროთ H1-ში, დავარეფრეშოთ, როგორც ხედავთ, გადიძდა ძალიან ეს ტეგი. ეს არის მაქსიმალური სიდიდე, რაც შეგვიძლია მივანიჭოთ HTML-ით. მოდი ახლა ჩავსვათ H2-ში. ნახოთ. უფრო დაპატარავდა. რაც უფრო დაბლა მოვდივართ, მით უფრო პატარავდება, რაც უფრო მაღლა ავდივართ რიცხვებით, მით უფრო პატარავდება ჩვენი ეს სიტყვებიც. დავარეფრეშოთ. უფრო დაპატარავდა. მოდი ყველაში ჩავწერ და თან მე ერთნაირად შევხედოთ. აი, როგორც ხედავთ. მოდი ეს პიტეგი მოვაშოროთ. დაბლა ჩამოვიტანოთ. აი ესე. აი ესენი არის head ტეგები. ეს არის ჩვეულებრივი პიტეგი. ეს
მოდი დაბლა შემოვიტანეთ. ხო, ამ ტეგებს აქვს გამხსნელი და დამხურავი ტეგები. ანუ რას გულისხმობ ახლა მე? ერთით მივაზმოთ ცოტათი. სამოვიდა. გამხსნელი არის აი ეს ტეგი, მაგალითად H1 და მეტობის და ნაკლებობის სიმბოლოთი გარშემო. მაგრამ დამხურავი უკვე არის დახრილი ხაზი H1 და გარშემო მეტნაკლებების ნიშნებით. ყველა ტეგზე აი ასეა, მაგრამ არსებობს ცარიელი ტეგები, empty ტეგები, რომელებსაც არ აქვს დამხურავი ტეგი. ანუ ფიზიკურად აი აქ ვერაფერს ვერ ჩავწერთ. უბრალოდ მოქმედებთ აი ამ ერთ ტეგზე. ამას ნელ-ნელა ვისწავლოთ შემდეგში. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დატოვეთ კომენტარი თუ რაიმე შეკითხვა დაგრჩა და აუცილებლად დავდები